ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ხსენებას წმინდათა, მდელმოწამეთა და ამხსარებელთა, კარბელაშვილების გვარის შვილთა, პეტრესი, ანდრიასი, სტეფანესი, პოლიევქტოსისა, ფილიმონისა. ჩვენ დღეს წირვაზე მოვიხსენეთ მათი მშობლები, მღვდელი გრიგოლი და დედა მარიამი, ასევე მათი და სიდონია, რომელზედაც თვითონ იხსენებენ ძმები, რომ დედამ და დამ მათ შეასწავლეს ოჯახში წიგნის კითხვა, სიყვარული სწავლისა, შეასწავლეს ყველა საგალობელი და რა თქმა უნდა მამის მსახურებაც, რამე თუ თვითონ მამა მათი გრიგოლი იყო საუკეთესო მგალობელთა მოწაფე იმ დროის, რომელიც მოესწრო ჯერ კიდე იმ საქართველოს, რომელშიც იყო მეფე, ანუ დამოუკიდებელი საქართველო და იმ საქართველოს სამეფოს წესს, ტრადიციას, საღვთომსახურებას, წესს განგებას ამ ყოველივეს ის მოესწრო შეიძლება მცირე ასაკში, მაგრამ შემდგომაც მისი მასწავლებლები იყვნენ ადამიანები, რომელთაც ეს კარგად ახსოვდათ, იცოდნენ ღვთისმსახურება, იცოდნენ ქართული საგალობელი. და ამის შემდგომ, როდესაც დადგა ჟამი და იმპერია, რომლის შემადგენლობაში შევიდა საქართველო, რა თქმა უნდა, თავისას ზრახავდა. ყველა იმპერია თავისას ზრახავს, ასე არის. დიდი სახელმწიფოები და ძლიერი სახელმწიფოები ყოველთვის განახორციელებენ გარკვეული სახის უნიფიკაციას და შეეცდებიან, რომ მათი წევრები, სხვა დანარჩენი ერები თუ ქვეყნები იყვნენ ამ უნიფიკაციის, ანუ ერთი საერთო სახის მატარებელი. ეს უნიფიკაცია შეიძლება სხვადასხვა სახისა იყოს. ეს შეიძლება იყოს კანონმდებლობა, ანუ ერთი იურისპრუდენცია. ეს შეიძლება იყოს სამხედრო, ესე ვთქვათ, სამსახური. თავისთავად სამხედრო და სახელმწიფო სამსახური და იურისპრუდენცია უნიფიცირებული იქნება ნებისმიერ იმპერიაში, იმიტომ რომ როგორც კი შევა მასში ქვეყანა თუ შევა ერი ამ უნიფიცირებას მოსთხოვს წამყვანი და ძლიერი სახელმწიფო თუ სახელმწიფოები და რაც ყველაზე ცუდია ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიც ვართ ჩვენ და ამავ დროს იმ ერებისათვის და მათ შორის ჩვენთვის, რომელთაც აქვთ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და წესი, თავისი, ესე ვთქვათ, წესადათი, თავისი, აი მათთვის ყველაზე საშიში პროცესი არის ამ წესებისა და ტრადიციების მოშლა. ზოგჯერ ეს ხდება ძალადობრივად, აი როდესაც ვთქვათ ჩვენ საუბრობთ კარბელაშვილებზე, ამისი მაგალითი ჩვენ მქონდა, რომ ვთქვათ რუსეთის იმპერიამ, რომლის ნაწილი იყო
ეკლესიაც ეს კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენ რომ იმ დროს პეტრე პირველის შემდგომ ეკლესია რუსეთისა გახდა გარკვეულწილად სახელმწიფოს ნაწილი, ანუ მისი ერთ-ერთი ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივი დაწესებულება. რამე თუ პეტრე პირველმა გააუქმა პატრიარქობა რუსეთში, მან ეკლესია დაუქვემდება რა ობერ პროკურორს, შექმნა მმართველობის ესეთი ფორმა, დაწესებულება და სინოდალური მმართველობა, რომელსაც მიტროპოლიტი ან თუნდაც სასულიერო პირი კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ ხელმძღვანელობდა ობერ პროკურორი, რომელიც იყო მოხელე, სახელმწიფო მოხელე. და ამის შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდა პეტრეს შემდგომაც და მან შეცვალა ბევრი რაღაცა თავად რუსეთის ეკლესიაშიც. და ეს ცვლილებები შეეხო ყველას, ვინც შევიდა ამ იმპერიის დაქვემდებარებაში, შევიდა მის ფარგლებში. იგივე მოხდა საქართველოშიც. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე იქნა გაწვეული საქართველოდან, მას მიენიჭა უწმინდესი სინოდის წევრობა, ჯამაგირი დაენიშნა, შემდგომ პატრიარქი უკვე, როდესაც ნაპოლეონის შემოსევა იყო რუსეთზე, ის ნოვგოროდში გადასახლდა და ნოვგოროდში დაასრულა მან თავისი ცხოვრება, ნიჟნი ნოვგოროდში, იყო დაკრძალული ნოვგოროდის კრემლში ფერიცვალების ტაძარში, რომელიც შემდგომ კიდევაც კომუნისტების დროს ააფეთქეს, მაგრამ სადღეისოდ რაც არის ჩვენთვის ცნობილი, იმ ტაძრის ადგილმდებარეობა. და პატრიარქის, ასე ვთქვათ, საპატრიარქო ტახტის მოშლამ გამოიწვია სხვა ცვლილებები, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს ეკლესიისათვის იყო მშობლიური და ახალი შემოვიდა, რო იტყვიან, მმართველობა, ახალი წესი და ტრადიციაც. და ერთ-ერთი ამის ნაწილი იყო ქართული გალობის ამოღება. ზოგჯერ ამას ისე უყურებენ ისტორიკოსები, რომ ეს იყო ისეთი გარკვეული ბრძოლა ქართველ ერთან. ეს არ იყო ბრძოლა ქართველ ერთან. ეს იყო კიდევ ერთხელ ვამბობ, იმპერიული პოლიტიკის ნაწილი. იმპერიული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მოითხოვდა, რომ ენა, ანუ ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ნიშანი ურთიერთობისა ადამიანთა შორის და რომელზედაც იმპერიაში საქმეთმწარმოება მიმდინარეობდა, ანუ რუსული ენა, ეს ენა ყოფილიყო იმპერიის ყველა წევრისათვის, ყველა მოქალაქისათვის ყოფილიყო გასაგები. საბჭოთა იმპერიაშიც იგივე იყო, მოგეხსენებათ. საქმეთმწარმოება 90-იანი წლებშიც კი დასაწყისში 90-იანი წლებისა იყო რუსულად. აი ვისაც ახსოვს და შეხება ქონდა გინდა სკოლასთან, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებასთან, იმას ახსოვს, რომ საქმე წარმოება იყო რუსულენოვანი. ანუ ყველა იმპერია თანაბრად ზრახავს, ძვირფასო ძმანო და დანო. ამის ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება რომის იმპერია, იქნება ბაბილონის იმპერია, იქნება იმპერია ოსმალების თუ რუსული იმპერია თუ დღევანდელი მდგომარეობა, იგივე, ასე ვთქვათ, ევროკავშირისა, რომელშიც ევროკავშირის ერთ-ერთი პრინციპი არის,
რომ ევროკავშირის კანონები თუ შენ ხდები ამ კავშირის წევრი ან თუნდაც შენ როდესაც იწყებ ამ კავშირისკენ მისწრაფებას მისი კავშირები შენი ქვეყნის უკავშირად მისი კანონები ანუ ამ ევროკავშირისა შენი ქვეყნის კანონებზე უფრო უპირატესად ითვლება ესეც მინდა ჩემი ასე ვთქვათ გაგებით ეს არის იმპერიული მაჩვენებელი ერთ-ერთი მახასიათებელი ეს ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს უბრალოდ ყველას და ამაში არაფერ გასაკვირს კი არ უნდა ვხედავდეთ აი რა ნიშნით ვამბობთ გასაკვირს რომ თუ ამას ვირჩევთ მაშინ წესი ასეთია და უკაცრავად ახლა სტუმრად მიდიოდე და შენი წესი და სურვილები მოსთხოვო მასპინძელს რომ შენს ოჯახში დამახვედრეო ასე არავინ არ იზამს ერთადერთი თუ ასე ვაკეთებთ ჩვენ ვართ ქართველები ესე იგი და ეს კიდე საკითხავია კარგია თუ ცუდი და აი ამ პერიოდში როდესაც მოუწიათ ძმებს კარბელაშვილებს ცხოვრება და მოღვაწეობა ეს ვითარება იყო ანუ იმპერიული სულისკვეთება ვრცელდებოდა ყველგან ამ იმპერიული სულისკვეთებით მოხდა ქართული გალობის შეზღუდვა ქართული ღვთისმსახურების შეზღუდვა პირველი წლები 1800 პირველი 2 წლისა უბრალოდ როდესაც საქართველო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ძალიან რთული იყო თითქმის მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე სასკოლო საგალმანათლებლო პროგრამაში ქართული ენა არ იყო მშობლიური ენა არ იყო მერე დაიწყო სადღაც 40-იანი წლების შემდგომ დაიწყო და მაშინ დასაწყისი სასკოლო სწავლება როგორც საეკლესიო სკოლები იყო ეკლესიის დაქვემდებარებაში და 40-იანი წლებიდან დაიწყო როგორც სასკოლო დასაწყის სკოლებში ისე გიმნაზიებში და სემინარიაშიც ქართული ენის შესწავლა და აი ამ პერიოდში აი ეს ადამიანები ოჯახში სწავლობდნენ ყოველივე რაც ძვირფასი გახდა მთელი ცხოვრების მანძილზე მათთვის ოჯახმა შეინარჩუნა ეროვნული და ეკლესიური ქართული ფასეულობები და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ძვირფასო ძმანო და დანო დღესაც როდესაც ჩვენ აი ამ ისეთ ვითარებაში ცხოვრობთ აი ყველაზე დიდი და საუკეთესო საშუალება უნიფიკაციის მაგრამ რო ვერ გაიგებ მართლა რომელ ნიშნითა და ვის სულისკვეთებას იზიარებ დღეს ჩვენ გვიჭირავს ხელში ეს არის ჩვენი ტელეფონები ინტერნეტი საუკეთესო საშუალება უნიფიცირების და ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენ შვილებს უყვარდეთ ეს ჩვენი სამშობლო ნამდვილად არც ერთი ერის თუ ქვეყნის მიმართ საძრახისი არ ბეთქვის და არ გვეთქვის მრავალი რამ არის ამ წუთის სოფელში ძალიან საინტერესო ძალიან ლამაზი ძალიან ვიტყვი რომ სასარგებლოც მაგრამ
იმას, რომ კარგად გაუგო და შენთვის გამოიყენო, შენ პირველ რიგში უნდა გიყვარდეს შენი. შეუძლებელია იძახო და ამბობდე, რომ მეზობელი მიყვარსო, თუ შენი ოჯახის წევრი არ გიყვარს. შეუძლებელია ამბობდე, მე მიყვარს, თქვათ, შექსპირი, თუ რუსთაველს საძრახის ამბობდა რაღაცა, ასე ვთქვათ, შენთვის მოსაწონი არ არის. ანუ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც არ იცი შენი. შენ არ იცი. და აი ჩვენი უფროსების ვალდებულება არის, რომ ჩვენ შვილებს გავაცნოთ ჩვენი. გავაცნოთ სწორად. გავაცნოთ ისე, როგორც ჩვენმა წინაპარმა ჩვენ დაგვიტოვა. სანამდე ჩვენი შვილი წაიკითხავს შექსპირს, დავით გურამიშვილი წავაკითხოთ. სანამდე წაიკითხავს ოსკარ ვაილდს, მანამდე გამსახურდია წავაკითხოთ. დუმბაძე წავაკითხოთ. და აი კარბელაშვილების მაგალითი, აი საოცარი მაგალითია ძვირფასო ძმანო და დანო. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მათ მოწამეობაზე და მათ ღვაწლზე, დიდზე და დაუფასებელზე, მაგრამ როგორ და საიდან წამოვიდა ეს სულისკვეთება მათი? წამოვიდა რწმენიდან და წამოვიდა აღზრდიდან. და ეს ორივე რწმენაც და აღზრდის დროს საუკეთესო თვისებები ეს ყველაფერი მათ ჩაუდეს მშობლებმა, გრიგოლმა და მარიამმა. და მათმა დამაც, იმიტომ რომ თვითონ ამბობენ ის ამას შესახებ. ისე როგორც ბასილი დიდის და მაკრინე გრიგოლ ლოსელი ამბობს, რომ ის იყოვო ჩვენი მასწავლებელიო და რომ არ ყოფილიყოვო ქალიო, შეიძლება ჩვენზე აღმატებული ყოფილიყო. როგორც მდელმთავარი და მასწავლებელი. და აი დღესაც ეს ჟამია ძვირფასო ძმანო და დანო. ეს ჟამია ოჯახმა უნდა შეაყვაროს შვილს საგალობელიც, პოეზიაც, წერლობაც, ქორეოგრაფიაც ქართული. შეაყვაროს ქართული არქიტექტურა, შეაყვაროს წინაპრის საფლავი. და თუ ეს ყოველივე რწმენასთან კავშირში არ იქნა, მაშინ კი შეიძლება, რომ ადამიანი იყოს სამშობლოს მოყვარული, მაგრამ რწმენასთან ერთად შეერთებული, მაშინ ადამიანი ხდება უკვე წმინდა და ხდება მოღვაწეც. და ამან გადაატანინა ძნელბედობის ჟამს კარბელაშვილებს ყველა ის განსაცდელი. იგივე იყო კომუნისტების მოსვლის შემდგომ, კვლავ იდევნებოდა ქართული.
კვლავ იდევნებოდა სარწმუნოება და ეკლესია, მაგრამ რწმენამ რომ თანაზიარები არიან ქრისტესთან და მარადისობასთან, ამან გააძლებინა ძმებ კარბელაშვილებს. ამან შეაძლებინა თავ განწირვა მოყვასისათვის. ამან შეაძლებინა მოთმინება, იმ დროს აღსრულება იმ წესისა, საეკლესიო წესისა, რომელსაც აღასრულებდნენ და იმ დროს შეაძლებინათ მათ ეპისკოპოსობაც და მღვდლობაც. და გვიხარია ჩვენ დღეს ჩვენთან ტაძარში და დღესასწაულზე იკრიბებიან ყოველთვის გუნდები და დღეს არის ქაშვეთის გუნდი, აღსავალი არის გორის საკათედრო ტაძრის გუნდი აქ სტუმრობს, არის კასპის ტაძრის გუნდი, არიან ოჯახები, აბრამიშვილის ოჯახის წარმომადგენლები გალობდნენ აქა და ეს გვახარებს, იმიტომ რომ ყველა ვინც ამ გუნდში, ამ გუნდებში არის წარმოდგენილი, ყველა ახალგაზრდა და ის რაც შეიძლება ვთქვა ჩვენ უდავოდ რომ მათ უყვართ ქართული კულტურა. მათთვის ძვირფასია ქართული კულტურა და ეს გვახარებს ჩვენ რამე თუ იმედს გვაძლევს, მომავლის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი ახალგაზრდები ამ საგანძურს, ჩვენი ერისა, მრავალსაუკუნოვან საგანძურს შეინახავენ ფრთხილად, მოეფერებიან და სხვასაც გააცნობენ. რამე თუ ყველა ერსა აქვს ის რაც მთელი კაცობრიობისათვის არის ძვირფასი და არ უნდა გაქრეს და დაიკარგოს. თუმცა ისტორია რო იტყვის, ან ამის მრავალ მაგალითს გვაძლევს, როგორ იკარგებოდნენ იმპერიები, ქრებოდნენ ერები, ბაბილონელების ადგილი დაიკავეს ასურელებმა, რომაელების ადგილი კიდევ დაიკავეს ხუნებმა და სხვა მრავალი კიდე. ღმერთის ხელშია, როგორც წმინდა წერილი ამბობს, ერის ამაღლებაც და ერის დაკნინებაც, მისი დაცემაც. მაგრამ ერის ცდელობა ღმერთთან ერთად ყოფნისა, მუდმივად ღმერთისკენ მისწრაფებისა, მაშინ უკვე ერს აძლევს სხვანაირ ძალას და ერი არა დიდი საქმეებით იქ რაღაც და დიდი ბრძოლებით, ასე ვთქვათ, და სიძლიერით კი არ ხდება რჩეული. Prostovat ღმერთთან ყოფი ამით კი არ რჩება, არამედ ზუსტად მრავალი მწუხარებითა და ტანჯვით. როგორც წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს, რომ ჭიმითა და აღვირითაო ვითარცა ცხენსა და ჯორსსა უქცივნე ღაწვნიო. ანუ ერს, რომელიც ღვთის ერთგულებას ინახავს, ან ინახავდა მისი წინაპრები საუკუნეების მანძილზე, ღმერთი ყოველთვის მოუწოდებს თავისკენ და როგორც ცხენსა და ჯორს მოკაჩავ აღვირს, ისე კაჩავს ღმერთი
ერების აღვირსაც და ჩვენც ამ ერების რიგში ვართ, მაგრამ ხშირად ამ აღვირის მოკაჩვა არ გშველის და ზოგჯერ რო ეტყვიან მათრახიც გჭირდება. როდესაც ნამეტანი დავშორდებით უფალს ჩვენი ცხოვრებით თუ ჩვენი ცნობიერებით. ამის მაგალითი ძალიან კარგად არის მოცემული ძველ აღთქმაში და მერეც ამბობს პავლე მოციქული, რომ ღმერთი რჩეულ ერს, ანუ ისრაელს არ დატოვებს. მათი ჟამიც მოვა, რომ ქრისტე ირწმუნონ. ჩვენ კი ქრისტე არ უნდა დაუტევოთ. ძვირფასო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და შევევედროთ წმინდა ძმებს, ანდრიას, სტეფანეს, პეტრეს, პოლიევკტოს, ფილიმონს, რომ მათი მეოხებით ღმერთმა განამტკიცოს ჩვენში სარწმუნოება, განამტკიცოს სიყვარული და ერთგულება ჩვენი სამშობლოსი და ერთმანეთისა ამინ. მრავალს დაესწარით. ჩვენთან არის ღმერთი.